საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი ბატონი ბესარიონ გუგუშვილის უკვე ხაზია. საღამოშვიდობისა ბატონო ბესარიონ, მადლობა პირველ რიგში ჩართვისთვის. გამარჯობა. ბატონ ბესარიონ, პირველი კითხვა მინდა დაგისვათ. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს 9 მილიონის საქმეზე მიუსაჯა 9 წელი. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ სასამართლო პროცესს? პრეზიდენტი იყო ადამიანი და იქცეოდა ძალიან სულუქად, პირობით რო ვთქვათ. საოცარი მე გადავხედე იქ რეებში იყო ფულები დახარჯული კი არ იყო, დაფლანგული იყო ფულისა. და ეს ფული ხო ხალხის ფულია, ეს არ არის მისი საკუთარი ფული. რა თქმა უნდა, ამაზე სასჯელი ერგება და სასჯელის ზომა ცალკე საკითხია სასამართლოს გაასაწყვეტია. საერთოდ მე ყველა მეწოდება ვინ ციხეშია, მაგრამ დამნაშავეები რო ყველა გამოუშვან ციხიდან კიდევ მეტი დანაშაული იქნება. მოითმინოს და მე ის რა ქვია, თხოვოს შეწყალება და ალბათ შეიწყალება. ახლა ბატონი რომან გოცირიძე საუბრობდა, რომ უსამართლო არის ეს გადაწყვეტილება ადამიანმა, რომელმაც ქვეყანა აშენა, არ შეიძლება რომ ციხეში იყოსო, ეს არისო პოლიტიკური დავალებაო, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ასეთი შეფასება ქონდა ბატონობას. ეხლა კი ყველას თავისიანი, ყველას უნდა რომ გაამართლოს თავისიანი. ვიძლი. და იქ სინამდვილეში მე თუ მკითხავთ იმისათვის რომ სააკაშვილს ასეთი დანაშაულის ჩადენის საშუალება მისცეს, მისი პარტიის სხვა წევრებიც უნდა მიყვნენ წესით. ისე რომ ეგრეთი ვიოლი არ არის, უნდა ხო იყოს, რა ქვია, თავშეკავება და რაღაცა ზღვარი ყაჩაღობის და კურდობის. კურდობის გამართლება როგორ შეიძლება და ხალხის ფულის ფლანგვის. ერთი მხრივ რო კითხო, ხალხი შიმშილობსო გეტყვია. ვიღაც ბავშვებს საჭმელი არა აქო და მეორე მხრივ კიდე ვიღაც მიშა სააკაშვილი რაღაც სისულელებში მილიონებს ხარჯავდა. ბატონ ბესარიონ, როგორ უყურებთ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აი უკანასკნელ თვეებში მიმდინარეობს არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვხედავთ რომ ადამიანები მართალია იმ რაოდენობით არა, როგორც დაიწყო საპროტესტო აქციების დროს, მაგრამ არის ეს საპროტესტო ვთქვათ გამოსვლები, იგივე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქალბატონი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად დაინიშნება ახალი არჩევნები. ამას აცხადებს ოპოზიციის დიდი ნაწილი. თქვენი განცდა როგორი არის, რა ხდება? ჩვენ წინა შეხვედრაზე, ჩვენი შეხვედრა იყო არჩევნებამდე. დიახ. იქ აღნიშნე მე, რომ ეს მიმდინარეობს სიძულვილის არჩევნები. რომ მამოძრავებელი ძალა მთავარი ამ არჩევნებში არის სიძულვილი. არავინვეს მოწონება რომელიმე პარტიის, არამედ პირიქით, რომ ვიღაცა ძულთ და ამის საპირისპიროდ აძლევენ ხმას. სიძულვილის არჩევნები დამთავრდა, სიძულვილი დარჩა. იგივე ჩატარდა ამერიკაში, სხვაშორის ჩვენ მაშინ ამერიკაც ვახშენთ. რომ ამერიკაში ჩატარდა სიძულვილის არჩევნები. და სიამოვნებაში საქართველოში და ამერიკაში დაახლოებით ერთნაირი პროცესები მიდის. ეს არის ბრძოლა კონსერვატივსა და ლიბერალის შორის. ისე რომ ახალი არაფერი არ არის აქა, გავიხედოთ, გამოვიხედოთ ევროპა და ამერიკა ომობენ. ახლა ერთ წუთში წავიკითხე, რომ ამერიკამ ევროპას დაუწესა სანქციები, ევროპამ ამერიკას დაუწესა სანქციები და ესე იგი ეხმალავებიან ერთმანეთს სანქციები. ეს არის ეკონომიკური ომი. მეტი კი არაფერი არ არის, ეკონომიკური ომია. ხოლო რაც შეეხება აი ამ გამოსვლებს, ეს გამოსვლები გადაიქცა რაღაც საფიქროდ. ტუსოვკასავით არის, იცით როგორ ეს ხალხი ქუჩაში გამოსვლას მიეჩვია. და მართლაც მესმის სამედროვე საზოგადოებაში ადამიანები არიან ატომიზირებულები. იქ ქუჩაში გამოდიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან, მეგობრებს ხვდებიან, დროს ატარებენ. ეს უკვე ის კი აღარ არის პროტესტი, ეს არის რაღაც სოციალური მოვლენა, რა დავარქვათ, ძნელი სათქმელია, საფიქრნო დავარქვათ, ნება ტუსოვკა დავარქვათ. ეს აღარ არის პროტესტი. ის კი არა, მე ვფიქრობ ხოლმე ხან რომ ეს საბაბი რო არ ქონდეთ ქუჩაში გამოსვლის, სახლებმა რა უნდა გააკეთონ, ალბათ ფსიქიატრს უნდა მიმართონ. ამ ფსიქოლოგს, იმიტომ რომ მარტო დარჩებიან თავის თავთან.
ეს უკვე არ არის ეს რაც ეხა ხდება, ეს აღარ არის პოლიტიკური პროტესტი. ეს არის სიამოვნებაში სოციუმის ერთი ნაწილისთვის გართობა. და რას ცდილობს აი ამით თქვათ იგივე სალომე ზურაბიშვილის ჩვენ ხედავთ რომ იმ ბარიერ გადალახურ თუ არ გადალახულ პარტიებიც ესწრებიან პრინციპში იმ შეხვედრას ხომ რომ რაღაცა განცდას უტოვებს ზურაბიშვილი ყოველ შემთხვევაში საზოგადოების რაღაც ნაწილს რომ აი იქნება ახალი არჩევნები რას ანუ რატო აკეთებს ასეთ განცხადებებს თუ რეალურად ეს ვერ შესრულდება კაი კაცო, ახალი არჩევნებია კომუნისტ პირდებოდნენ საბჭოთა ხალხს 70 წელიწადი და 203 წელიწადი რაღაც არჩევნებს შეპირდნენ რა მოხდა. პოლიტიკა ხო მოტყუებაზე აგებ. პოლიტიკა მარტო ჩვენ საქართველოში კი არა, თემ სოფლიოში აი ხო დავწვევდით ახლა. დასავლეთის მაგალითზე დავწვევდით როგორ ატყუებენ ერთმანეთს და როგორ ექცევიან ერთმანეთს პოლიტიკოსებს. ხო და რა განცდა ბატონო ბესარიონ აი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით არის დღეს ეს მოცემულობა რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ყოველ შემთხვევაში იმაზე მეც ვინც თქვა ქართულ ოცნებას ხმამისა რომ ახალი არჩევნები უნდა ასეთი განცდა არის დღეს ქვეყანაში მე რასაც ვუყურებ წაგებული ყოველთვის ცდილობს რომ რევანში მოახდინოს ესეა ყოველ წაგებულის ბედი ეგეთია რომ მე ოცნებობს რევანშზე ეს რევანშისტული მისწრაფებებია და ეს იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურად არ უნარი არ აქვს რომ ეს მოახდინოს. ერთით არის, აი ერთი რამეა რომ რეალობა ხო არის და ეს უნარი რომ აიძულონ ხელისუფლება ახალი არჩევნები ჩატარდეს, მათ არ აქვს ეს ძალა არ აქვს. ისე და ესე ბევრი რამე უნდა და მეც მინდა რომ დაბრუნდეს ეროვნული ხელისუფლება ზუსტად გამსახურდია ძალიან მინდა გული სხვათა შორის არავის არ შეუწყვეტია თქვენთვის უფლებამოსილება ხო დღემდე არავის არ შეუწყვეტია არავით არის ოფიციალური ლეგალური და ლეგიტიმური დოკუმენტი შეწყვეტის არ არსებობს ეს ძალაუფლება პრაქტიკულად უნდა არსებობდეს დღესაც მაგრამ ანუ ფაქტია რომ ვეღარ არის ბატონო ბესარიონ აი აბას მინდა მოვაყოლოთ შემდეგი შეკითხვა როდესაც საუბრობენ რომ აი დასავლეთი არ აღიარებს აი ამ არჩევნებს ხომ თუ საქართველოში როდისმე ჩატარებულა დემოკრატიული და პრინციპში კურთულეს დროს გაიმარჯვა ხო ეროვნულმა ძალებმა კომუნიზმის შემდეგ და მოხვედით თქვენ ხელისუფლებაში შემდეგ აივირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია მე პრინციპში არასრულწლოვანი ვიყავი საქართველოს მოქალაქეებმა მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც თუ არ ვცდები იყო იქ არჩევნები სადაც ავირჩიეთ ამხელა ლეგიტიმაციით ეროვნული ხელისუფლება თქვენ ხელისუფლებასაც კი არ მისცა ხო მაშინ დასავლეთის დიდმა ნაწილმა ლეგიტიმაცია და არ აღიარებდნენ თუ არ ვცდები ზვიად გამსახურდია დევნილობაში იყო უკვე როდესაც ამერიკამ აღიარა ეს არჩევნები თუ როგორ იყო ზუსტად შენ რა ვცდებოდე ხო მაგრამ ხომ არ ქონდა ლეგიტიმაცია რასაც ქვია ესე დიდი მაშინაც საერთოდ ესე იგი არჩევნები რო ჩატარდა და კანონიერი იყო იძულებული იყვნენ ამას დათანხმებოდნენ იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხოელი დამკვირვებელი იყო ჩამოსული დამოუკიდებლობის მოლოცვასთან დაკავშირებით როგორ იყო მაშინ რაც შეეხება დამოუკიდებლობა საქართველოს კატეგორიულად არ უნდათ კატეგორიულად ზვიად გამსახურდია რომელიც ითხოვდა დამოუკიდებლობას მიცურავდა დინების წინააღმდეგ ეს იყო მთავარი მისი ბრალდება დასავლეთის მხრივ ბუშის განცხადება თუნდაც უკრაინაში გაკეთებული იგივე ხდებოდა რაც ახლა ხდება და მაგაზე ხა არის დავა ხო უკრაინა დავობს იმაზე რომ ატომური ბომბები ჩვენ რატო არ გვერგო ზუსტად იგივე პრობლემა იდგა მაშინაც აი უკრაინამ გაახმაურა ეს პრობლემა რომ დაშლა საბჭოთა კავშირის არ უნდათ იმიტომ რომ ეშინოდათ რომ თერმობირთული იარაღი სხვა ქვეყნებს ჩაუვარდებოდათ ხელი. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და პრაქტიკულად მათ არცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა კანონიერი ხელისუფლების ვითარებაში იმ პირობებში სამზვიად გამსახურდია იყო ხელისუფლებაში და ხოლოდ მერე როდესაც უკვე პუჩისტვერი იძულებული იყო დევნილობაში წასულიყო მაშინ წეს საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად უკვე პუჩისტების ხელში. ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობა წნეს ხუნტის პირობებში წარმოიდგინეთ. ანუ ორმაგი სტანდარტი იყო.
ორმაგი სტანდარტი იყო, რა თქმა უნდა, როგორც ეხლა, ზუსტად იგივეა, რაც ეხლა. ესე იგი, თვითონ დასავლეთის მიდგომა საქართველოს მიმართ, ანუ სუსტის მიმართ საერთოდ. ესეთია. მაგრამ სუსტსავი დაანები ერთმანეთს ჭამენ ძაღლებივით ბოდიში, ამერიკა და ევროპა დღეს ხო ხედავთ რა ხდება. ლანძღავენ, აგინებენ ერთმანეთს, ეკონომიკური ომი აქვს გამოცხადებული ერთმანეთის მიმართ და ატომურ ბომბებს არ უწევთ. აი ბატონო ბესარიონ, ადამიანები რომლებიც თქვათ აი თქვენ ხელისუფლებას, მაშინდელ ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ რომ რუსეთში მიყავდათ, მაშინდელი ჩვენი ქვეყანა, დღესაც ის ნაწილი საზოგადოების ის ნაწილი თქვათ, იგივე ინტელიგენციით, ვინც მაშინ პარლამენტის შენობის წინ იჯდა, ტელევიზიის კიბეებთან ისხდნენ უпроსტორად მაშინაც გიყენებდნენ ამ ბრალს ხო რომ რუსეთში მიაქალებდით თქვენი ხელისუფლება მაშინ საქართველოს დღესაც ვისმენთ ამ განცხადებებს და შეგიძლიათ აი პარალელები გააკეთოთ ამაზე პარალელებზე მეტი შეიძლება გაკეთდეს აქცევობს საზოგადოებაში ფენა გარკვეული დიახ რომელიც მუდმივად იქცევა ერთნაირად ასევე იქცეოდნენ ეგრეთ წოდებული მენშევიკური მთავრობის დროს პირველი რესპუბლიკის დროს ასევე იქცეოდნენ ზვიადგამსახურდიას ხელისუფლების დროს, ასევე იქცევიან დღეს და ასევე მოიქცევიან კიდევ სხვა დროსაც. ეს არის ესე ვთქვათ მუდმივად რევოლუციურად განწყობილი კასტა ადამიანების. ეხლა მე არ ვიტყვი რომ ამათ სპეციფიური რამე გენი აქვს ამ არეულდარეულობის მომწყობის გენი. მაგრამ არ გამიკვირდება რომ ოდესმე მეცნიერება აღმოაჩინა რომ ადამიანების ნაწილი იბადება გენეტიკურად დაავადებული რევოლუციონერებით ასე. იგივე სალომე ზურაბიშვილისგანაც იყო თუ არ ვწდები საგაზეთო პუბლიკაციები ხო რომ სისხლის მსმელი უწოდა მაშინ ზვიადგამსახურდიას. ის და მას მისი იმდროინდელი ქმარი ერქვა თუ შეყვარებული გამოსცეს ჟურნალი საფრანგეთში აბუბასებითა წიგნი პატარა წელი წიგნი სადაც ესე იგი მიესალმენ სახელმწიფო გადატრიალებას ზვიადგამსახურდიას უწოდებდნენ დიქტატორს ტირანს სისხლის მსმელს და ესე იგი წამდე აყავდათ ისა რა ქვია სისხლისმსმელი მართლა ხელისა ხუნტა ანუ კიტოვანის და სიგუას ხელისუფლებას ასე ვთქვათ გამოუცხადეს ხარდაჭერა ხო ამით? ხარდაჭერა კი არა, ესე იგი გულცეცხლოვანად მიესალმენ. და ესე იგი ხელის გულზე ატარეს ასე ვთქვათ ხა იდეოლოგიურად რაც შეეხება ხელის გულზე ატარებდნენ. და მაგრამ ეს არ იყო მარტო ის საქართველოს რო ეხება, ისინი უცხოეთში იყო. და ამით აი ამ ინფორმაციას რომ გამსახურდე არის დიქტატორი და შევარდნაძე არის თავისუფლების მომტანი მთელ დასავლეთში ავცელებდნენ როგორც ეხლა ავცელებენ დარბიან და ავცელებენ ტყუილებს და ჭორებს ისე რომ მათი ქცევა არაფრით არ იცვლება თაობიდან თაობამდე მე თუ მკითხავთ აი ესენი არიან ჩემ დროს ეგეთები იყვნენ კონკავშირლები შევარდნაძეს ხო კონკავშირელი იყო შევარდნაძე ხო კონკავშირის დივანი პირველი დივანი ეს კასტა გარკვეული ხო გეკითხაით შეიძლება გენეტიკურადაც არის განსაზღვრული რომ ეგენი ეგეთები უნდა იყოს